დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუდიაში შემოგვერთა საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ ჭედიშვილი, მშვიდობა მამა ზურაბ, დაგლოცეთ და როგორც უკვე თქვით, გადაცემის დღევანდელი ეთერის ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ წმინდა ნინოს ანდერძის შესახებ, რომელიც ასე ჟღერს, მე ამოვიკითხავ, დაიცევით მტკიცეთ მართალი სარწმუნოება ქრისტიანობისა და ბეჭედი წმინდისა ნათლისღებისა. ყოველთა ერთად თქვენთა შემდგომად მოუთხრობდით აღსრულებულთა სასწაულთა საკვირველთა და დიდებულებასა ღმრთისასა, რომელნი იხილნეთ, რათა დღითი დღე განმრავლდებოდეს სამწყსო ქრისტესი. მეოთხე საუკუნეში ნათქვამია ეს სიტყვები, დღესაც საკმაოდ თანამედროვედ ჟღერს მამა ზურაბ. ულოცოს მერტმა შეგვეწიოს წმინდა ნინო ის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე არის ზოგადად ქრისტიანობაში, განსაკუთრებულად კი საქართველოს ეკლესიისთვის და ქართული ერისთვის. და ეს ანდერძიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თვითონ წმინდა ნინოს ცხოვრებას წავიკითხავთ, როდესაც ახსენებს, რომ მტკიცეთ დაიცავით ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართალი სარწმუნოება, რომელიც ქრისტიანობაში სწორედ იმ პერიოდში არ იყო გაყოფილი, თქვათ ასე, გარკვეულ სქიზმებისა და მწვალებლობის მიხედვით, მიმართულებით, მაგრამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ყოველთვის იგულისხმება სწორი სწავლება. ესე იგი, მთლიანად დაცვა იმ სწავლებისა, რომელიც ქრისტემ იქადაგა. და ამავდროულად თქვა, რომ ესე იგი დაიცავით ნათლობა, ესე იგი ბეჭედი ქრისტესი. ესე იგი, რომ ნათლისღების ბეჭედი არ იქნა შელახული და შეურაცხყოფილი სხვადასხვა ცოდვებითა თუ რაღაც გარკვეული მიმართულებით ან დათმობით სარწმუნოების. და ასევე მოუყევით სასწაულები, რომელიც აღესრულა. და წმინდა ნინოს შემოსვლას თავიდანვე ახლდა სასწაულები. თავადაც გამორჩეული იყო სასწაულებრივად. და ამაზე თვითონ აღწერილები, რომლებმაც აღწერეს ცხოვრება წმინდა ნინოსი, როჟა სიუნიელი და სალომე უჯარმელი, სწორედ ხაზგასმით უსვენ მის მოწოდებას უფლისმიერ, როგორ მოხდა და როგორ მოხდა დადგინება მისი როგორც მოციქულთა თანასწორის. პირველად მას გამოცხადებით დედა ღვთისმშობელი ეცხადება და მას აუწყებს, რომ ეს უნდა წავიდეს და ივერთა ქვეყანაში უნდა იქადაგოს და მოაქციოს წარმართობიდან ადამიანები და მისთვის რომ წმინდა ნინო ითხოვს, რომ ის ქალი არის და არ არის განათლებული იმდენად სარწმუნოებაში, როგორ შეძლებდა ამას, დედა ღვთისმშობელი ჯვარს გადასცემს მას და ეთქვეს, რომ ის ყოველთვის მის გვერდზე იქნებოდა. და ის ჯვრის მეშვეობით დაძლევდა ამ ყველაფერს. და რომ გამოფხიზლდა, მას ჯვარი ხელში ეკავა და ეს ცოცხალი დამოკიდებულება არის, ცოცხალი ურთიერთობა არის დედა ღვთისმშობლისა წმინდა ნინოსთან. ეს იშვიათი შემთხვევები არის ასეთი ზოგადად ეკლესიის ისტორიაში წმინდანებში, რომელსაც დედა ღვთისმშობელი ეცხადება და უშუალოდ ეცხადება და ასე ფიზიკურად როგორც ცოცხლად გადასცემს მას, ვთქვათ, რაიმე ნივთს, ამ შემთხვევაში ჯვარს. შემდგომ ამისა, როდესაც ის ითხოვს პატრიარქისგან კურთხევას, რომლის მიერაც ბიძა მისი იყო პატრიარქი იერუსალიმის და იობენელი, ამისგან ითხოვს ესე იგი კურთხევას, რომ წამოვიდეს ის საქართველოში. შემდგომ ამისა მაცხოვარი ეცხადება ღვთის წინვალე კაცად არის ის წარმოდგენილი, მაგრამ 10 ესე იგი მისცემს წიგნს, რომელშიც 10 ცნებასავით არის დაბეჭდილი წიგნი გადასცა მას, რაც უნდა ეკადაგა და ფაქტიურად ეს არის ისეთი სწავლებები, რაც მოციქულებს უთხრა მაცხოვარმა დრო და დრო სწავლების პერიოდში თუ როგორ უნდა ეკადაგათ და რა უნდა დაეთმინათ, რა მოუწევდათ მას. ზუსტად ესე იგი ამ მხრივ გამოარჩა როგორც მოციქულთა სწორად დაადგინა მაცხოვარმა და ის ძალმოსილება, ის მადლმოსილება მიმართა მას, ამას ნიშნავს ეს. თავიდანვე გამორჩეული იყო ის, როდესაც იზრდებოდა უკვე თავის ბიძასთან, ეს იობენელთან, მან ჩააბარა პატრიარქმა ჩააბარა ერთ-ერთ ქალს, სარანიაფორს, რომელიც გამორჩეული იყო თავისი სულიერებით და ცოდნით ძველი და ახალი აღთქმისა და მან დაინახა წმინდა ნინოში ის ძალმოსილება, რომელიც არის გამორჩეულება განსაკუთრებული. მან თქვა, რომ ხედავ შენში ვითარცა
ძურსა, ლომსა, რომელიც ესე იგი ყველა 4 ფეხზე მაღლა დგას და ესე იგი მომნადირებელი არის. ესე იგი ძალა გაქვს. ან ორფსა დედალს, რომელიც ზეციდან ყველაფერს ხედავს. და ყველაფერზე აქვს მას ძალმოსილება და უფლება და ესე იგი მოტაცება მის ესე იგი დაპყრობა, ესე იგი თუკი ვინმეს რამე ეშლება, ან თქვა მდგომარეობაში ამას ამჩნევს და შემდგომ როგორც ეპისკოპოსებს აქვთ ეს უნარი მიცემული ღვთისგან ეს მადლმოსილება სწორედ ეპისკოპოსზე მაღლიდან მაყურებელს ნიშნავს, რომელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება ერში თუ როგორ ხდება ქრისტიანული სწავლების იწოდება და ცხოვრება. ეს არის ეპისკოპოსთა მადლმოსილება. აი წმინდანინო სწორედ ასეთი სახით აარჩევს ეს ქალიც სარა ნიეფორი და ბეთლემელი, რომელიც ეს თავიდანვე წმინდანინოში მადლმოსილებით იმდენი მადლი იყო დაუნჯებული, რომ მას თან უკვე ზრდებდა გარკვეული სასწაულები. თავიდანვე იყო ეს. როდესაც შემოდის უკვე საქართველოში, მას კიდევ რამოდენიმე გამოცხადება აქვს, რადგან ეშინია, მაინც რომ უახლოვდება ამ ტერიტორიას, როდესაც წარმართები ცხოვრობენ, მაინც შიში აქვს მას და კიდევ რამოდენიმე გამოცხადება აქვს, რომ უბრძანებს ბოლოს იქნება როგორც ვარდი მეწამული ეკლიანი, მაგრამ ამოდროულად სურნელებით მომთქვა, ესე იგი მას ვერ შეეხებოდნენ სიადვილად დაცული იქნებოდა და ამოდროულად ის სურნელს ღვთაებრევ სურნელს მოაფრქვევდა, რომ ის იქნებოდა მიმტანი ახალი სიტყვისა, ღვთის სიტყვისა, რომელიც არის მარადიული ცხოვრება. და სწორედ ამის შემდგომ, როდესაც წმინდანინო შემოდის, საქართველოში ნახავს, რომ კერპებს ცემენტ აყვას და ძალიან მძიმე მდგომარეობა არის, ვიცით, რომ ბავშვებს ხოცავდნენ და უკლავდნენ ქართველები, მაშინდელი წარმართები, ჩვენი წინაპრები, წარმართ კერპებს უკლავდნენ, ბავშვებს ხოცავდნენ. აი ამის შემდგომ ის მოითხოვს ღვთისგან, ილოცებს და ძალიან დიდი ღრუბელი წამოვა, რომელიც დიდი სეტყვით ქარიშხალით დაამტრევს კერპებს და შემდგომში გრძელდება მისი მოღვაწეობა, სასწავლო მოქმედება უამრავ ადამიანს მოაქცევს, შემდგომში უკვე მეფესაც გარკვეული სასწაული ეუბნება თვალისჩინი, წაბურის მთაზე დაუბრუნდება და ისევ წმინდანინოს ღმერთ შესთხოვს, უკვე იცნობს წმინდანინოს, ამის შემდგომ ხდება უკვე ტაძრის აშენების და სვეტი ცხოვლის დადგინების სასწაული და ეს სვეტი, რომელიც ვერ დააყენეს ხუროთმოძღვრებმა, შემდეგ წმინდანინო ლოცვის მეშვეობით და ანგელოზის ზეციდან გარდმომავალი დააყენებს თავის ადგილზე და დაამყარებს და ამის შემდგომ ამ სვეტისგან ხდება უამრავი სასწაული აჩვენებს პირდაპირ რომ სწორედ აი ეს მადლი, ეს სიტყვა, რომელიც ნინო მოიტანა, მის უკან მისი ღმერთი ასრულებს ამ ყველაფერს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ის პერიოდი ნინოს წმინდანინოს მოღვაწეობის პერიოდში გახვეულია მთლიანად სასწაულებრივ მოქმედებებში. უამრავი სასწაული სრულდება შემდგომ ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით, სამი ჯვრის გამოცხადება ნათლის სახით და ასე შემდეგ, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ქართლის მოქცევა მოახერხა მან, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოხდა და ამავდროულად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან მეფესთან დაკავშირება მოხდა, საიდანაც სიწმინდეების ჩამობრძანება მოხდა, რადგან სიხარულით მიიღო წმინდა მეფე კონსტანტინე, რომ საქართველოში ესე იგი მოხდა ქრისტიანობის მიღება, როგორც იქ სახელმწიფო დონეზე, ისე საქართველოში და ამიტომ დახმარების სახით სიწმინდეებს უგზავნის. და მთლიანად წმინდანინოს მოღვაწეობა არის ერთი დიდი სასწაულო მოქმედება, რომელიც დღევანდელ დღემდე აუცილებელი არის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, კითხულობდნენ მას არა მარტო ხილული თქვათ სასწაულებს მოქმედებდა, არამედ იყო გამოცხადებითი სასწაულები, რომელიც ადამიანებს ეჩვენებოდათ, აი თქვათ ერთი სასწაულია მანდ მოთხრობილი, როდესაც მის ცხოვრებაში, როდესაც ნახავენ ხალხთან ერთად დგას, ნახავენ რომ მთები ჩამოიშალა და დააგუბა მტკვრისა და არაგვის წყალი. და არის ძალიან დიდი ხმაური შიში, რომ გასკდება ეს და წალეკავს ყველაფერს, მაგრამ წმინდანინოს ლოცვით აუწყებს მათ, რომ ეს ჩვენებითი სახის და ეს მიანიშნებს, რომ აი ბავშვების სიცხლე არის ეს, რომელსაც ხოცავდნენ ესენი კერპების წინაშე. და ეს რომ განაქარვა წმინდანინოს ლოცვა, სწორად ნახეს, რომ არაფერი არ არის, ასეთი არაფერი არ ხდებოდა და აუწყა, რომ აი სწორედ განაქარვა
და განსნათელი მოფინა თქვენს ცნობიერებას უფლის სიტყვამ, რომ ასეთი რამე უკვე აღარ უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი არის გაჩერებული და უფლისგან შეჩერებული უფლის სიტყვით და შემდგომში კიდევ რამოდენიმე ასეთი გამოცხადება, რათა ადამიანები ისევ დაბრუნებულიყვნენ ეშმაკის მოქმედებით, ისევ დაბრუნებულიყვნენ იმ საკერპულ ცხოვრებასთან, მაგრამ აი ეს არის სწორედ წმინდა ენოს ღვაწლი, რომ მან სასწაულო მოქმედებრივად ძალიან მცირე დროში მოაქცია მთლიანად ერი ქართლის და მათ შორის სახელმწიფო მოღვაწე მეფეები, რომლის მეშვეობითაც საქართველოს შემდგომი ბედი მთლიანად განსაზღვრა. ამის შემდგომ საქართველოს გეზი აიღო ქრისტიანობისგან, ის იკვებება ქრისტიანობით, ის სრულყოფს თავითავს ქრისტიანობაში, ის ცხოვრობს ქრისტიანულად, აწარმოებს ყველაფერს ქრისტიანული სოფხედველობით, კულტურას, სარწმუნება თავისთავად, ლიტერატურას, ტრადიციას, წესს, ყველაფერი აბსოლუტურად ქრისტიანობაში ჩამოყალიბდა. და ეს არის სწორედ წმინდა ენოს დამსახურება, მაგრამ ჩვენც აუცილებელია რომ გვახსოვდეს როგორც მოგვიწოდა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს შეიძლება ძალიან ბევრი ქართველი ისევ უბრუნდება იმ კერპულ მდგომარეობაში. შეიძლება დღეს ახლა კერპებს არ უკლავენ ბავშვებს, მაგრამ თავისუფლებს რომ ხოცავენ ადამიანები აბორტის მეშვეობით, ესეც იგივე კერპობა არის. იგივე მდგომარეობა, ისევე ეშმაკის მანქანებაში არიან ჩართული და ესე იგი ადამიანის და საკუთარი შვილის წყალობაში არიან ჩართულები. ამიტომ კიდევ მრავალი რამ შეიძლება მოვიტანოთ იქ, რაც არის სასწავლობრივად გადმოცემა, რომელიც წმინდა ენამ დაანგრია, რომელიც დღევანდელ დღეს თითქოს ცოცხლდება. და აი სწორედ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ანდერძი კარგად გაითავისოს ქართულმა ხალხმა, რომ მოუწოდა, რომ თუ კი ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ როგორც ქართველი ხალხი, შეიძლება ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მოწოდებაში ქრისტესთან ერთად. და წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც დავკარგავთ სარწმუნოებას, დავკარგავთ ყველაფერს აბსოლუტურად, როგორც ვიტყოფადობას, კულტურას, შემეცნებას, ენას, ყველაფერს დავკარგავთ აბსოლუტურად. ეს მოწოდება არის ბოლო ჟამამდე მოცემული მოწოდება ყველა ქართველისთვის, რომ შევინარჩუნოთ, გვახსოვდეს თუ საიდან ამოიყვანა უფალმა ქართველი ხალხი და მისი მეშვეობით მოხდა, რომ ისევ მდგომარეობას არ დაუბრუნდეთ და არ მოხდეს გაბნევა ჩვენი ხალხის. ძალიან დიდი მადლობა მამას ზურაბ, დეკანოზი ზურაბ ჭედნიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში წმინდა ნინოს ანდერძისა და სასწაულების შესახებ. მემშვიდობებით მამას ზურაბს და თქვენთან ერთად დამშვიდობები მეც მაყურებელს. დასრულებულია დღეისათვის შუა დღე, მშვიდობიან საღამოს გესურვებთ, ნახვამდის.